თარგმანება იმათეს სახარებისა ითავილო. სიტყვაი ესე და იყო რაჟამს დაასრულნა იესო ბრძანებანი ესე 12-თა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. ხოლო იოანეს რა იესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინა მოწაფენი და ხრქუა, შენ ხარ მომავალი იგი ანუ სხვა სამოველოდით 11:1-3. ვინაიდან ზემოთქმულნი იგი ბრძანებანი ყოველნი უბრძანა მათ და წარავლინა ქადაგებად და კურნებად, განეშორა მიერ, რაითა მისცეს მათ ადგილი და ჟამი ქმნათ, რა იგი უბრძანა, რამე თუ არცა თუ შესაძლებელიყო. უკვე თუმცა თავადი მუნი ქცეოდა და აღასრულებდა კურნებათა მათ და მიმართ მისვლა ივიეთთა იმე. ამისთვის წარვიდა მიერ, რაითა მათ იწყონ საქმესათვისსა. მაშინ იოანეს ესმნეს საქმენი ქრისტესნი და მიავლინა მოწაფენი მისნი. ხოლო ლუკა იტყვის ვითარმედ უთხრეს იოანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათვის და მაშინ მიავლინა იგინი. გარნა ამას შინა არ არაი არს დაფარული, რამე თუ ესეცა შურსა მას მათსა მოასწავებს, რომელი აქ უნდა ქრისტეს მიმართ. ხოლო შემდგომი ამისი ფრიადისა გულისხმის ყოფისა ღირს არს, რომელი გი მიუმცნო ვითარმედ, შენ ხარ მომავალი იგი ანუ სხვა სამოველოდით, რომელმან პირველ სასწაულთაცა იცოდა იგი, რომელმან სულისა წმიდისაგან ისწავა, რომელსა მამისა მიერ ესმა. რომელმან ყოველთა ზედა ქადაგა, აწყა მიავლენს ცნობად, თუ იგი არს მომავალი ანუ არა. რაი არს ესე, ნათლისმცემელო მოსრულო უდაბნოით წინაშე მისსა ქადაგებად უზეშთა ესო შორის ნაშობსა დედათასა, უმეტესო წინაისწარმეტყველთაო, რამე თუ წინაისწარმეტყველთა ქადაგებული თვალითა იხილე, ხმაო სიტყვისაო, სანთელო ნათლისაო, მეგობარო სიძისაო. თიებო მზისა წინა მორბედო, უკვე თუ არა იცოდე, ვითარმედ იგი არს, ვით არ სწამებდი? არა შენ იტყოდეა, არა ღირს ვარ საბელსა ხამლთა მისთასა განხსნად, მარკოზი 1:7, არა შენ იტყოდეა, მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლისცემად წყლითა, მან მრქვა მე, რომელსა ზედა იხილო სული გარდა მომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელსცეს სულითა წმიდითა. და მე ვიხილე და ვწამე, ვითარმედ ესე არს წიღმრთისაი. იოანე 1:33-34 არა იხილეა სული სახეთ ტრედისა. არა გესმა ხმა იმამისაი. არა აყენებდი მას და იტყოდე, მე მიხმს შენ მიერ ნათლის ღებაი, სამი არა ეტყოდეა მოწაფეთა შენთა, მის და ჯერ არს აღორძინებაი და ჩემდა დაკლებაი, 4 არა ეტყოდეაერსა ვითარმედ, მან ნათელ ქცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა, 5 და ვითარმედ. აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი, 1 ესე ყოველი არა პირველ სასწაულთა მათ და საკვირველებათა ხილვისა იქადაგია. ვითარ უკვე აწოდეს ყოველთა მიერ საცნაური ქმნა და ყოველსა ადგილსა განისმა ამბავი მისი და მკვდარნი აღდგეს და ეშმაკნი განისხნეს და ესოდენი საკვირველებანი იქმნეს, აწყა მიავლენ ცნობად, თუ იგი არს მომავალი იგი ანუ არა. და აქამდე უმეცარიყავა? ნუ იყოფინ. არა თუ იოანე, რომელიც საშოითვე დედისაით ქრთებოდა და პირველ შობისა ქადაგაუფალი, მოქალაქე იგი უდაბნოისაი, რომელმან ანგელოზებრივი ცხოვრება იაჩვენა, არამედ არცა თუ სხვამან ფრიად უდარესმან ქმნამცა ესე, რაითა შემდგომად ესოდენისა წამებისამცა კვალადღა იკითხვიდა. საცნაურ არს უკვე, ვითარმედ არცა იჩვეულ რაიმე იყო და ამისთვის მიავლინა, არცა უმეცარიყო და ამისთვის ჰკითხვიდა. არამედ რა იყო მიზეზი ამის საქმისაი, ისმინეთ მეცნიერებით, წინააღმდგომ და მოშურნე იყვნენ მარადის ქრისტეს მიმართ მოწაფენი იოანესნი, ვითარცა ესე ყოველსა ადგილსა საცნაურ არს. ამისთვისცა იტყვის იოანე მახარებელი სახარებასა შინათვისა, ვითარმედ,
იყო გამოძიება იმ მოწაფეთაგან იოანესთა ჰურიათა თანაგანწმედისათვის. და მოვიდეს იოანესა და ჰრქვეს მას, რაბი, რომელი იგი იყო შენთანაც იაღ იორდანესა, რომლისათვის შენ სწამე, აჰა იგი ნათელს სცემს და ყოველნი მივლენან მისა. იოანეს 3:26 და კვალად იგინივე მოუხდეს უფალსა და ეტყოდეს, რაისათვის ჩვენ და ფარისეველნი ვიმარხავთ და მოწაფენი შენი არა იმარხვენ, მათე 9:14 რამე თუ არა აქ უნდა მათ ქრისტესთვის ჯეროანი გულისხმის ყოფაი. არამედ გონებდეს მას კაცსა ლიტონსა და იოანეს იტყოდეს დიდად და ფრიად უზეშთა ესად კაცთასა და ხედვიდეს რაი ვითარმეთ საქმენი ქრისტესნი აღემატებოდეს და ბრწყინვიდეს, ხოლო იგი დააკლდებოდა. სუხარე იყვნეს ამას ზედა და მოშულნეობასა მის მათისათვის არა მივიდოდეს უფლისა. და ვიდრე მდის იოანე იყო მათ თანას, ზედა ის ზედა ასწავლიდა და მიავლენდა ქრისტესა, გარნა ვერ დაარწმუნებდა. ვინაიდან უკვე ცნა, ვითარმედ მოიწია აღსასრული მისი უმეტესი მოსწრაფება იაჩვენა. რამე თუ ეშინოდა, ნუ უკვე დაშთენ სრულიად განვრდომილნი და განცვალებულნი ქრისტესგან. რამე თუ იგი პირველიდან მოსწრაფე იყო, რაითამცა ყოველნივე მისნი შეაწყნარნა ქრისტესა, ხოლო ვინაიდან ვერ დაარწმუნებდა. ჟამსა მას აღსრულებისა მისისასა მოხარკე იქნა საქმესა მას ზედა. ვინაიდან უკვე იგინი თავით თვისით მოუხდეს და მიუთხრნეს მას საქმენი ქრისტესნი, ეგრეცა არავე მან მიუთხრა, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად ქადაგებული წინაისწარმეთ ყველთაი, არამედ აღირჩია მისა მიმართ მივლენაი, რაითა ვითარცა წყარომან სიბრძნისამან გულსავს ეტყვნეს იგინი. და ეგრეცა არა ყოველნი მიავლინა, არამედ ორნი ვინმე, რომელნი იცნოდა ვითარმედ სხვათა საუმჯობეს არიან. და მიიჩემა სახე ესე კითხვისაი, რაითა ჰკითხონ მის მაგიერ, და ესმეს მათ ძალის სიტყვისა მისისაი და ცნან, რავდენ შორს არს მისგან იოანე. ამისთვის მიავლინა და ჰრქვა, შენ ხარა მომავალი, ანუ სხვასა მოველოდით? ხოლო ქრისტემან იცოდა გულის სიტყვა იოანესი, ამისთვის არა სიტყვით ჰრქვა, თუ მე ვარ, არამედ პირველად საქმით უჩვენა ჭეშმარიტება ისასწაულთაი, ვითარცა იტყვის მახარებელი, ვითარმედ. მას შამსა განკურნა იესო მრავალნის ნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიხმადლა ხედვაი. ლუკა 7:21 ხოლო ესე ყოველი ქმნა არა თუ რაითა იოანეს დაარწმუნოს, რამე თუ მან პირველიდანვე იცოდა, არამედ მოწაფეთა მათ მისთა ურწმუნოთა ენება გულსავსე ყოფაი, ამისთვისა ჰრქვა. წახარებაი, მივედით და უთხრათ იოანეს, რომელი გესმის და ხედავთ, ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროანი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკვდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემ და მომართ, 11:4-6. თარგმანი, უჩვენა ვითარმედ დაფარულნი ყოველნივე გულისა მათისანი იცნის. ამისთვისა ჰრქვა მათ, ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემ და მომართ, რამე თუ უკვე თუმცა ეთქვა განცხადებულად, თუ მე ვარ ქრისტე, ვინაიდან უგულისხმონი იყვნეს, ეთქვამცა ვითარცა ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ, შენ თავისა შენისათვის სწამებ. იოანე 8:13 ამისთვის იცოდა რაი უფალმა გონებანი მათნი სიტყვით არა თქვა ესე, არამედ სასწაულნი იგი საკვირველნი ქმნა, რაითა საქმე მან უმეტესად დაარწმუნეს, და რაი იგი გონებათა შინა მათთა იყო, მიუთხრა ვითარმედ, ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემ და მომართ, რამე თუ იგინი იყვნეს, რომელნი დაბრკოლდებოდეს. ესრეთ ქმნა და ესრეთ რაი მიუთხრა, წარავლინა იგინი, რაითა გონებათაგანთვის დაემხილოს და მოიქცენ გულისხმის ყოფად. ესრეთ გულისხმა ყოფ მე საქმესა ამას. ხოლო ვინაიდან არიან სხვანი, რომელნი არა შეიწყნარებენ ამას თარგმანებასა,
არამედ სხვად სახედ იტყვიან, კეთილ-არს მათ მიერ თქმულისაცა შორის შემოღებაი, რაითა ჭეშმარიტებაი გამოჩნდეს. ესრეთ უკვე იტყვიან ვითარმედ, არა ამის ჯერისათვის წარავლინა იოანე მოწაფენი იგითვისნი, არამედ მას თავად საენება ცნობაი, რამე თუ ამას არა უმეცარიყო, ვითარმედ იგი არს ქრისტე, ხოლო ესი არა იცოდა, თუ ეგულების კაცთათვის ვნებაი და ჯოჯოხეთს შთასლვაი. ამისთვის მიუმცნო ვითარმედ, შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხვა სამოველოდით, ესე იგი არსო ვითარმედ, შენ ხარ მომავალი ჯოჯოხეთად. არამედ ამას სიტყვასა ძალი ყოვლადვე არა აქვს, რამე თუ იოანე უმეცარ არასზე დაიყო და უმეტესად ამას პირველ ყოვლისა ქადაგებდა და იტყოდა, აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი. იოანე 1:29, ხოლო ტარიგად რა ისახელსთვა, ნება იგი ჯვარისაი მოასწავა და კვალად ახუმაი რა იცოდვათა ითქვა, ჯვარცუმაივე მოასწავა. რამე თუ ჯვარცუმითა განხეთქნა ხელისწერილნი იგი ცოდვისანი, ვითარცა პავლე წამებს. შეადარე კოლასელთა მიმართ 2:14. და კვალად ესე ვინცა ვერ გულისხმატყოთ, თუ ვითარ შესაძლებელ არს რომელი იგი წინაისწარმეტყველთა ყოველთა იცოდეს, რაითამცა უმეტესი იგი ყოველთა უმეცარიყო. რამე თუ ესე საცნაურ არს ვითარმედ წინაისწარმეტყველთა იცოდეს და ქადაგებდეს ვნებისა მისისათვის. ისმინე ესაია ისი, ვითარცა ცხვარი კლად მიიგუარაო და ვითარცა ტარიგი წინა შემრისუელისა უხმობელად დგა, ესრეთ არა აღაღებს პირსათვისსა. სიმდაბლითა მისითა სამართალი მისი მიეღო. ესაია 43:7 და არა ჯვარცუმასა ხოლო იტყოდა მისსა, არამედ მისთანა დამოკიდებულთათვისცა მოასწავა და თქვა ვითარმედ, უშჯულოთა თანა შეირაცხა. ესაია 43:12 და კვალად პირველ მისსა დავით შემდგომითი შემდგომად წარმოიტყოდა ვნებისათვის ქრისტესისა, რა დაღიძრნეს წარმართნი და ερμანიზრახა ცუდი. შეითქუნეს მეფენი ქვეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის. ფსალმუნი 2:1 და კვალად ჯვარცუმისათვის და სიცბილისათვის მხედართა ისა თქვა. განხურიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი და აღრაცხეს ყოველი ძვალები ჩემი. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვარცა ჩემსა ზედა წილს იგდებდეს. ფსალმუნი 21:18-19 და კვალად იტყვის, ცესმე საჭმელად ჩემ და ნაუღელი და წყურილსა ჩემსა მასვეს მე ძმარი. ფსალმუნი 68:22 ვინაიდან უკვე წინაისწარმეტყველნი პირველესოდენთა წელთა ყოველსავე ესრეთ უცდომელად ქადაგებდეს, უმეტესისა ამისთვის წინაისწარმეტყველთა ისა ვითარ ვინ უძლოს თქმად, თუ უმეცარიყო. ესე სიტყვაი ყოვლადვე შეუწყნარებელ არს. სარწმუნო არს უკვე და ჭეშმარიტზე მოწერილი იგი სიტყვაი, რამე თუ ურწმუნოებისა მისთვის მოწაფეთათვის და ისა მიავლინა იოანე უფლისა, რაითა უკვე თუ იყოს მათ თანა ნაწილი ცხოვრებისაი, რწმენეს მისი, იხილნეს რა ისასწაულნი იგი ცნობისა უაღრესნი და ესმეს სწავლა იგი ღმრთივშვენიერი, მათისა უკვე მისვლისათვის იჩემა ნათლისმცემელმა სახე იგი კითხვისაი. ხოლო მან ყოველივე ჭეშმარიტებით იცოდა. სწავლა ილო სიმშვიდისათვის და რაითა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა. ხოლო შენ საყვარელო გიკვირდი და ადიდებდი მიუთხრობელსა მას გარდამატებულსა მეუფისა ჩვენისა სულგრძელებასა და სიმშვიდესა. ვითა რომელნიმე გამოსცდეს, რომელნიმე ურწმუნო იქნებოდეს, სხვანი შეურაცხყოფდეს, სხვანი გმობდეს, და იგი არავისგან ურისხდებოდა, არამედ კაცად-კაცადსა ისწრაფდა სიმშვიდით მოქცევად ბოროტისაგან, რომელთა მესასწაულთა მიერ, სხვათა სიტყვითა მიუთხრობელისა მის სიბრძნისაითა, სხვათა სიმშვიდით მხილებითა, გინა თუ რომლითაცა სახითა ვითარცა მან იცინ კაცად-კაცადისა წამალი,
კურნალმან მან განწირულთამან. რამე თუ აჰა ესე რა ზემოთ წერილნი იგი მოწაფენი იოანესნი რაი მოუხდეს და ჰკითხეს მოძღვრისა მათისა მაგიერ, ხოლო ყოველივე ურწმუნოებაი მათთა გონებათა იყო და სახიერმან მან ესე იცოდა და ვითარ სიტყვათა მათ მოძღვრისათვის ისათა არა მიერჩდეს. გარნა არავე რაი ხრქუა მათ შერისხვით ანუ მხილებით, არამედ ყოველივე სახიერებით და სიმშვიდით მიუგო. სასწაულნი უჩვენა და გონებათა მათთა დაფარულნი სახითა იოანეს მიმართ მიმცნებისაითა მიუთხრა და ესრეთ სიტკბოებით წარავლინა. და რა დამათ ვიტყვი? ხურიმლისცემა იღა თავსიდვა, კიცხევაი და ნერწყუაი, ბასრობანი და შეურაცხებანი და მერმე სიკუდილითა მით ჯუარისაითა. და მოქმედნი იგი ამათ საქმეთანი არა დაცუნა ცეცხლითა, არცა ცოცხლივ შთახადნა ჯოჯოხეთად, არცა ძეგლად მარილისა გარდა აქცინა, ანუ სხვაი რაიმე უცხოი და შეცვალებული ტანჯვაი მოაწია მათ ზედა, არამედ ვითარცა ღაღადებს ესაია, ვითარცა ცხვარი კლად მიიგუარა, და ვითარცა ტარიგი წინა შემრისუელისა უხმობელად დგა, ესრეთ არა აღაღებსო პირსა მისსა. სიმდაბლითა მისითა სასჯელი მისი მიეღო და თესლტომი მისი ვინმე შეუძლოს მითხრობად, ესაია 43:7 და კვალად იგივე იტყვის ვითარცა პირისაგან უფლისა, ბეჭნი ჩემნი მივსცენ გუემად და ღაწუნი ჩემნი ხურიმლისცემად, და პირი ჩემი არა გარე მივაქციე სირცხვილისაგან ნერწყვისა, ორიხოი გამოუთქმელი იგი და მიუწთომელი სიმშვიდე და სულგრძელებაი მეუფისა ჩვენისაი. დიდებაი და თაყვანისცემაი აურაცხელსა მას სახიერებასა მისსა. რაოდენ დაითმინა ჩვენ უმადლოთა ამათთვის და განდგომილთა მონათა. რაც უკვე საყუარელნო, ჩვენცა მოვიგოთ სიმშვიდე და სიმდაბლე, რამე თუ ესრეთ იტყვის უფალი, ისწავეთ ჩემგან რამე თუ მშვიდვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვთ განსვენებაი სულთა თქვენთაი. მათე 11:29 ნამდვილვე უკვე თუ გუნებავ სულთა ჩვენთა განსვენებაი სიმშვიდისა მის და სიმდაბლისა მისისა ბაძვაი თანაგვაც, რაითა აღმოვფხურათ ყოველი მრისხანებაი და ამპარტავანებაი სულთაგან ჩვენთა. ისმინეთ რასა იტყვის წერილი ამათ ვნებათათვის, რისხვამან სიმართლე არ აყვისო, პეტრე 5:5, იგავნი 3:34 და კვალად უფალი ანპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა. იაკობ 4:6 მრავალგზის ამათ ვნებათათვის მithქვამს თქვენისა სიყვარულისა მომართ, არამედ ნუ გეწყინების, რამე თუ უკვე თუ არა ზედა ისედა ვინ დასდებდეს წამალსა წყლულებათა ზედა, ერთითა გინა ორითა დადებითა ვერ განჰყურნებს. თუმცა მრავალგზის დადებითა ვაჩვენეთ რაიმე სარგებელი. და ნუცა საბრალობელ თქვენ და გიჩნ ზედა ისედა სწავლაი, უკვე თუმცა განწირულიყვენით ჩემგან, არც აღამცა გასწავლიდი, არამედ ვესავ სარგებელ ყოფად თქვენდა. ამისთვის ვიტყვი რამე თუ ფრიად საწადელ არს ესე ჩემდა, რაითამცა არ არა იყო ჩვენ შორის სხვაი სიტყვაი, გარნავნებათა ჩვენთათვის, თუ ვითარ მძლე ვექმნეთ. არა ხედავთა მეფეთა ვითარ მარადღე ბრძოლათათვის იტყვიან და განიზრახვენ, თუ ვითარ წიეწყნენ, ვითარ წიეუფლნენ მტერთათვისთა? და მხედრობასა განაწესებენ და ერისთავთა დაადგენენ და ხარკთა შეჰკრებენ და დღე და ღამე ამათ საქმეთა შექცეულ არიან, რაითა ორი ესე წარჰმართვან, ძლევაი მტერთაი და მშვიდობით დაცვაითვის ისე ერისაი. ხოლო ჩვენ საქმეთა შინა ჭეშმარიტად ჩვენთა ესრეთ უდებ ვართ და არა ვზრუნავთ, ვითარ მძლე ვექმნეთ ვნებათა, ანუ თუ ვითარ დავიცვნეთ ცოდვისაგან სულნი ჩვენი, არამედ ყოველი ზრახვაი ჩვენი ხორციელთათვის არს და ცუდთა და წარმავალთა. და ოდეს ესე ვითარი რაიმე იყოს ზრახვაი არა განმძღებით, ხოლო უკვე თუ სულიერი რაიმე სიტყვაი ჯერ იყოს, მეხსეულად მოწყინებაი და ძილი წარგუტყვენვენ.
ჩვენს ამას შინაუდებ ვართ და არა ჩვენს ამას გულს მოდგინეთ შევექცევით. ანუ ჭამათათვის არს რახვაი ჩვენი, რომელეს საქმე არს მზარაულთაი, ანუ საფასეთათვის, რომელეს საქმე არს მეზვერთა და ვაჭართაი, ანუ შენებათათვის, რომელეს საქმე არს გალატოსთა და ხუროთაი, ანუ ქვეყანისათვის, რომელეს მუშაკთა შეჰგავს. ხოლო ჩვენ და არა ესე ვითარნი განწესებულ არიან საქმენი, ძმანო, არამედ ესე არის საქმე ჩვენი, რაითამცა სიმდიდრე სულიერი მოვიგეთ ძლევითელნებათაითა, ხოლო პირველთქმული იგი ყოველიმცა გარე წარად შეგვერაცხა. და შინაგანიმცა ზრუნვაი ჩვენი და სიტყვაი ყოველი ბრძოლისა მისთვის ვნებათაისა იყო. რამე თუ კეთილ არს ესე ვითართა საქმეთათვის ზედა ისე და ზრახვაი, ვითარცა იგი იქ მან ყოველნი, რომელნიცა ხელოვნებასა რას მეისწრაფდნენ წარმართებად, ყოლადვე მისთვის არს სიტყვაი მათი. მკურნალნი მარადის სამკურნალოისათვის იტყვიან, ეგრეთვე სხვანი ყოველნი. ხოლო ჩვენ უკვე თუმცა წარგვემართა ძლევაი ვნებათაი, რომელ არღარაიმცა გვაქონდა მათთვის ზრუნვაი, თქვამცა ვინმე, თუ რადღა სახმარ არს ამისთვის სიტყვაი. და მაშინცა არავე ცუდი ხო სიტყვაი ესე, რაითამცა გულს მოდგინე ყოფდით ურთიერთას არღარა მოსვლად უდბებად, არამედ კეთილსა მასვნებელობასა შინაგან მტკიცებად და არა ცემად ადგილისა მერმეღა სენსა მასვნებათა საუფლებად ჩვენ და არა ხედავთ რამე თუ მკურნალთა წიგნები აღუწერია, არა ხოლო თუ სენთა კურნებისაი, არამედ მრთელთაცა მიმართ, თუ ვითარწესად დაიცვან სიმრთელეთვისი და არა მოვიდენს ნეულებად. აც უკვე ჩვენცა დაღა თუ მრთელმცა ვიყვენით, არცა ეგე ჯერ იყო დაცხრომაი ზრუნვისა და მოღვაწებისაგან, რაითამცა უნებელად დავიმარხეთ სიმრთელე იგი. ხოლო ვინაიდან მრავალთა მიერ და მწარეთა სენთა ცოდვისათა შეპყრობილ ვართ, ორ კერძოვე გვიხვის მოღვაწებაი და განზრახვაი, თუ ვითარ განვერნეთ სენთა ამათგან ბოროტთა და თუ ვითარ კვალად არაშთავცვიეთ მათ შინა. გარნააც ჯერეთ წესისა მისთვის კურნებათაისა გვიხმს სიტყვად. ხოლო თუ გუცეს ღმერთმა სიმრთელე სენთა ამათგან სულიერთა, რომლითა შეპყრობილ ვართ, მერმე მისთვის განვიზრახოთ მადლითა უფლისაითა. გულისხმოვყოთ უკვე, თუ ვითარ განვერნეთ სიმძიმისაგან ნებათაისა, ვითარ განკურნეთ მოწყვლნი ესე მათგან სულნი ჩვენი. ვიხილოთ, თუ ვინაი იშვა სიმრავლე მათი და მიზეზი იგი აღმოფხურათ, ვინაი უკვე იქნა შობაი და აღმოცენებაი მათი. ან პარტავანება იქნა დაწყება და ძირ ყოველთავნებათა, და მისგან აღმოეცენეს მცენარენი იგი ბოროტთავნებათანი, რამე თუ ხემან ბოროტმან ბოროტნიცა ნაყოფნი გამოიხუნა. აც უკვე აღმოფხურათ ან პარტავანებაი და შევიმოსოთ სიმდაბლე, და აღმოიფხურნენ ძირნი ყოველთავნებათანი. ხოლო გულისხმოვყოთ, თუ ვინაი არს ჩვენ შორის ან პარტავანებაი, რაითა ქვეით იატაკითვე ხე იგი ხენეში აღმოიფხურას. ამისთვის არს ან პარტავანებაი ჩვენ შორის, რამე თუ არა გულისხმოვყოფთ ბუნებასა ჩვენსა, არამედ ბუნებასა ქვეყანისასა გამოვეძიებთ და ბუნებასა მცენარეთა და იძვრისთასა, ბუნებასა ოქროისა და ვეცხლისა და სამოსელთასა და სხვათა ყოველთავე არად სახმართა საქმეთასა, ხოლო ბუნებასა ჩვენსა უმეცარ ვართ. უკვე თუმცა კეთილად გულისხმოვყოფდით მას, თუ ვითარ არს ანუ ვინაი რაი იყო დაწყება იმისი, ანუ რაი არს აღსასრული, რაი განწესებულ არს მისზე და ანუ სადა მიმავალ არს, უკვე თუმცა ესე ყოველი ესრეთმცა გვაქონდა გულთა ჩვენთა, ვითარცა ჭეშმარიტად ჯერ არს. ძირიმცა ან პარტავანებისაი ჩვენ შორის არა იპოვა. მრქვად სადმე ვითარმეთ, ვინ უმეცარ არს ბუნებასათვისსა. გარნა მე ვიტყვი ვითარმეთ, დიდად მცირედნი არიან, რომელნი ვითარცა ჯერ არს მეცნიერმცა იყვნეს. რამე თუ მე მას ვიტყვი მეცნიერებასა ჭეშმარიტსა და ჯეროვანსა, რომლისა ნაყოფი ჩნდეს, არა ამას პირუტყვებრივსა და არა რასა. მითხარღა, უკვე თუ ვინმე იტყოდის ვითარმეთ,
მეცნიერ ვარ ხელოვნებასა მკურნალობისასა და მერმე ხელყოსცულითა გინა წერაქვითა განხსნაი ძარღვისაი, გრძმენაღამცა მისი მკურნალობისა მეცნიერებაი. ეგრეთვე შენცა რომელი ეგე იტყვი ვითარმეთ, მეცნიერ ვარ ბუნებასა ჩემსა და მერმე იქ მოდიღა საქმეთა ფრიად უმეტესად შეუმსგავსებელთა ზემოწერილისა მის სახისათა ვითარ მრწმენეს, თუ მეცნიერ ხარ ბუნებასა შენსა. აც უკვე საქმით ვეძიებ მე მეცნიერებასა და არა სიტყვით და მცირედნი იპოებიან ესე ვითარნი. და რად ვიტყვი საქმით მეცნიერებასა? სიტყვით მებრ უკვე თუ გკითხო მცირედთა მომიგოთ ჯეროანი პასუხი, თუ რაი არს კაცი რომლითა სახითა და წესითა განყოფილ არს პირუტყუთაგან რომლითა სახითა აქვს თვისებაი ანგელოზთა თანა, ვინაი შეიცვალების კაცებისაგან ანუ ვითარ. რამე თუ ვითარცა ნივთი რაიმე წინამდებარე არ ნოქროისა, გინა ვეცხლისაი, ანუ თუ რვალისაი, გინა სხვისა რაისმე ბუნებისაი და შესაძლებელ არ მისგან თითოფერთა ჭურჭელთა ქმნაი, გინა თუ კეთილთა, გინა თუ ხენეშთაი, ეგრეთვე არს კაცი. ხელეციფების ანგელოზ ყოფაი და ხელეციფების მხეც ყოფაი. არა აღმოგიკითხავსა წერილთა შინა, რომელთა მე კაცთათვის იტყვის ვითარმეთ, ანგელოზი არს უფლისაი და სამართალი ბაგეთა მისთაგან იძიოს, შეადარე მალაქია 2:7 და კვალად იტყვის, აჰა ესე რა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა 2. ნათლისმცემელისა იოანესთვის არს სიტყვაი ესე. კვალად სხვათა კაცთათვის თქმულ არს, გველ და ნაშობი ქედნეთა. მათეო 23:33. აც უკვე ხელმწიფებასა შინა კაცისასა არს ესე და ძალუც გინა თუ მხეც ყოფაი, გინა თუ ანგელოზ ყოფაი. და რად ვიტყვი ანგელოზ? შვილღმრთისა ძალუც ყოფად უკვე თუ ენებოს, მე ვთქუ, ღმერთნი სამეხართო და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი. ფსალმუნი 81:6 და კვალად წერილ არს, მისცა მათ ხელმწიფებაი შვილღმრთისა ყოფად, იოანე 1:12. ვითარითა მესახითა? სიწმიდითა და შიშითა ღმრთისაითა და აღსრულებითა მცნებათა მისთაითა და ყოვლით ურთმისგან განუშორებელობითა გონებისაითა. ამას ესე ვითარსა წესსა ეწოდების სათნოება, ამისი ხელმწიფებაი ჩვენ და მოცემულ არს მოგებად, უკვე თუ გვენებოს, ესრეთ ვიქმნეთ ანგელოზ და შვილღმრთისა. დაღაცა თუ არა ბუნებითა ვიქმნეთ ანგელოზ, არამედ საზომითა მიცსულისაითა. და ესრეთ რაი ვიყვნეთ, აღარა იყოს ჩვენ და სავნებელ ბუნებაი კაცობრივი. და ესე ისწავე იოანესგან რამე თუ კაცი იყო და საზომსა ანგელოზთასა მიიწია და კვალადელია ხორცითავი ამაღლდა და სხვანი იგი რომელთა ეგულების მონახსლად ესენი ბუნებისა ამისგან ხორცთა ისა არა. დაყენებული ქმნესცათა დამკვიდრებად, ხოლო სხვათა მათ დაღაცა თუ უხორცონი იყვნეს, ვერვე უძლეს მომყოფად, არამედ გარდამოვარდეს უკეთურებითა თვისითა. აც უკვე ნუ ვინდრტვინავს ბუნებისათვის კაცობრივისა, თუმცა დაბრკოლებაი რაიმე აქ უნდა მისგან, არამედ ბოროტთა მათ ნებათა აბრალებდინ. იგი ანგელოზი იყო და ეშმაკ იქნა თვისითა მით ბოროტითა ნებითა, ხოლო ჩვენ, უკვე თუ გვენებოს, ვიქმნეთ ანგელოზ კაცებისაგან. რამე თუ ვითარც არა იპოვის ვინ ნივთი რაიმე მრავალსასყიდლისაი და უმეც არ ან სიკეთესა მისსა და ამისთვის უგულებელყვის იგი და დიდად დასჭირდის, გინა თუ მარგალიტი არ, გინა თუ თვალი პატიოსანი, ანუ სხვაი რაიმე ესე ვითარი ეგრეთვე ჩვენ. უკვე თუ უმეც არ ვიყვნეთ ბუნებასა ჩვენსა და უგულებელს ვყოთ იგი ფრიადი დაჭირებაი შეგვემთხვიოს. ხოლო უკვე თუ ვიცნათ იგი ვითარცა ჯერ არს და მოუაწებაი ვიხმაროთ მრავალი კეთილი განგვიმარჯვდეს, რამე თუ ამის ბუნებისაგან, უკვე თუ ხელოვანი იპოვოს და გონიერი ვინ იქნების ტაძარი სამეუფოი, სამოსელი სამეუფოი, წვენი სამეუფოი, ყოველივე სამეუფოი ამისგან შეიმზადების.
რაც უკვე საყვარელო, ნუ უმეცრად და უგუნურად ვიხმარებთ ბუნებასა ამას ჩვენსა, მცირედ ანგელოზთაგან დამაკრნა ჩვენ მოკვდავებითა, არამედ ესეც ამ მცირე კვალად მოგუანიჭა უფალმა და უკვდავება იმოგუცა. არღარაი არს უკვე დამაყენებელ ჩვენ და ანგელოზთა საზომსა მიწევნად და შვილღმრთისა ყოფად, უკვე თუ გვენებოს. ვინებოთ უკვე ძმანო და ვიღუაცოთ, რაითა საუკუნეთა მათ კეთილთა მკვიდრად გამოუჩნდეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდით ურჩვენის დიდებაი, პატივი და თაყვანისცემაიაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.